მოგესალმებით, მონოგარი კვლავ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო გადაცემების ციკლს და დღეს ძალიან საინტერესო და საპატიო სტუმართან ერთად მინდა ასევე ძალიან საინტერესო და ურთულეს პათოლოგია შევეხოთ, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა და ამის შესახებ ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრეთ. დღეს მონოგარს სტუმრობს ქალტონი მარინა ჯანელიძე, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი. და ძალიან ბევრი ექიმის აღზრდელი, ძალიან საპატრიცემულო პიროვნება. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის. აი ბოლო პერიოდმა ტრანსლაციურ მედიცინას, ასე ვთქვათ, განხილვის შემოღება ჩემს გადაცემაში და ჩემს ფორმატში, ასე ვთქვათ, გზა გახსნა ბევრი მიმართულების ექიმებისთვის, რადგან მე სულ ვცდილობდი, რომ ყოფილიყავი მაინც სამეონო გინეკოლოგიურ სფეროში და გველაპარაკა აი ამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, მიმართულებაზე, მაგრამ თურმე რა კარგი ყოფილა ყველა ტიპის ექიმთან და ყველა სახის ექიმთან ურთიერთობა, ეხლა ვიგრძენი და ვეღარ ვეშვები სიმართლე გითხრათ, ვაპირებ რომ მოვრჩენ მეთქი ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებებით მოძრაობას, მაგრამ ჩვენ ისე ვართ ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ყველა მიმართულება ერთდროულად საჭიროა ყოველთვის და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის თქვენი პირველი და ასე ვთქვათ, ბოლო სტუმრობა, კიდე გელოდებით. დღეს კი მინდა ჩვენ შევეხოთ ამ ბოლო პერიოდში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ესე იგი, დაავადებათა ჯგუფს, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, რომელიც ბევრი მეცნიერის განმარტებით მიიჩნევა, რომ გამოიწვია უბრალოდ გახანგრძლივდა სიცოცხლის ხანგრძლივობა იმის გამო, რომ მედიცინაში გაჩნდა ახალი, ვთქვათ, შესაძლებლობები მკურნალობისა, ადრეული დიაგნოსტიკისა, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველამდე, მაგრამ მაინც და აი ამის გამო, ვთქვათ, მოიმატა ამ ტიპის დაავადებების რიცხვმა. ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ აი ეს არის ისეთი პერიოდის დაავადება, როცა ევოლუციურად ეს განპირობებულია, რომ იწურება რაღაც შესაძლებლობა ორგანიზმის ბევრი მიმართულებით და ალბათ ესეც განაპირობებს ამას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი თუ ცოცხლობს, მას უნდა კონდეს სიცოცხლის მაღალი ხარისხი და ამაზე უნდა იზრუნოს მედიცინამ და სამედიცინო სამყარომ, ჩვენ ვალდებულები ვართ მოცემულობაზე გქონდეს ადეკვატური რეაქცია. ამიტომ სამკურნალო აუცილებლად და ალბათ კიდევ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ლაპარაკობთ, რომ გახანგრძლივ სიცოცხლე ალბათ გამოჩნდა კიდეც ახალი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა, უფრო ღრმა, ვთქვათ, ფესვების მოძებნა, საიდან მოდის ეს დაავადება, რა ინგრევა პირველად, თუ პირველად მოდის სიბერე და მერე მოდის ისრგოლა პირიქით, ეპიგენეტიკა მოდის თუ გენეტიკა წინა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია. მოდი ვთქვათ, რა არის ნეიროდეგენერაციული? აი ძალიან საინტერესო კუთხით დავიწყეთ. ალბათ რომ ვერ იკრიბ, რომ აი ნეიროდეგენერაცია მე შევეცდები რომ ავხსნა, იმიტომ რომ აი ისეთი წარმოადგენა, რომ ეს არის ასაკთან დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ. აი ასაკში ადამიანს ყველა ორგანოს მოცულობა მცირდება, ხო? ამას არ ჭირდება. სიმაღლეში უფრო დავდებით, წონაშიც ვიკლებთ, აი როცა ასაკი გვემატება, ხო? და ეს არის ეგრეთული ასაკობრივი ატროფია. ყველა ჩვენი კუნთების განლევა, კანი უფრო ისეთი ნაკლებად მკვრივი ხდება, მაგრამ ეს არის თავის ტვინის, მაგრამ, აი ერთი მნიშვნელოვანი მაგრამ. თავის ტვინის ზომაში შემცირება, ანუ შეიძლება იყოს ატროფია, ხო? ესე იგი, იყო რაღაცა მოსული დაპატარავდა ასაკთან ერთად, მაგრამ სხვათა შორის აქვე გეტყვით, რომ თითო წელს ჩვენი ტვინის მოცულობა ზოგადად რაღაც ასაკის მერე 0.4%-ით მცირდება. ამას ჩვენ ვერსად ვერ გავექცევთ, მაგრამ დეგენერაცია არის, როდესაც აი ამ ატროფიულ პროცესს თან ახლავს პათოლოგიური ცილების წარმოქმნა, რომლებიც ნორმაში არ უნდა იყვნენ. და ეს პათოლოგიური ცილები მეტაბოლიზმის გარკვეული დარღვევების გამო წარმოიქმნებიან და სხვადასხვა ადგილას ლაგდებიან. თუ ისინი ლაგდებიან და თუ გარკვეული ერთი ტიპის ცილა წარმოიქმნა, მაგალითად ამილოიდი, ეს არის უფრო მეტად ალცჰაიმერის დაავადების, ასე ვთქვათ, მარკერი, თუ წარმოიქმნა სინუკლეინის, ასე ვთქვათ, პათოლოგიური ცილა, ეს არის პარკინსონის დაავადების მარკერი, მე რატო ვამბობ, რომ ნეიროდეგენერაციებს მიეკუთვნება პირველ რიგში ყველაზე დიდი ჯგუფი ეს არის დემენციები, რომლებიც იყოფა, თქვათ, ყველაზე ხშირი ეს არის ალცჰაიმერის დაავადება და აგრეთვე ფრონტოტემპორული დემენციები ბევრად უფრო მცირე რიცხვოვანია და პარკინსონის დაავადებაც ნეიროდეგენერაცია, ოღონდ სრულიად სხვანაირად ვლინდება. არის კიდევ ძალიან ძიმე პათოლოგია ეწოდებული გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, რომელიც ასევე ნეიროდეგენერაცია, ოღონდ იქ დეგენერაცია ხდება სრულიად სხვა სისტემაში. ასე რომ
ასაკთან ერთად და ხანახან ასაკის გარეშეც აი პათოლოგიური ცილების წარმოქმნა და მათი ტვინის გარკვეულ სტრუქტურებში ჩალაგება არის ნეიროდეგენერაციის მარკერი. მარკერი ის არის არა მარტო მორფოლოგიური, არამედ კლინიკურად ვლინდება, როგორც მე გითხარით, საკმაოდ სხვადასხვა სიმპტომებით, მაგრამ მათ ერთი დიდი ქოლგასახელი აქვს ნეიროდეგენერაცია. ეხლა ამიტომ ხშირად არის რომ ვთქვათ დემენციის მქონე, ალცგაიმერის დაავადების მქონე ადამიანს რაღაცა პერიოდის მერე პარკინსონის სიმპტომები შეიძლება გამოუჩნდეს. პარკინსონის მქონე ადამიანების დაახლოებით 30%-ს დემენციას აღნიშნავს. ესენი ძალიან ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა კლინიკურად მათი მithumetes საწყის ეტაპებზე მათი განსხვავება ძალიან მკაფიოდ შეიძლება. ასე რომ ეს არის თავის ტკივილი კაცობრიობის. მატერიალური სუბსტანციის და კვლევის საშუალებით დიაგნოსტიკა შესაძლებელია. ეს არის თავის ტკივილი კაცობრიობის. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა. თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ კაცობრიობის დაბერება დავარქვათ ეხლა კარგი ცხოვრების გამო, პირდაპირი გაგებით უკეთესი ეკონომიკური პირობების გამო, ჩვენ ბევრად მეც ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენი წინაპრები. რასაკვირველია. ეხლა რაღაცა დაახლოებით ერთი საუკუნის წინ 60 წლის ადამიანი ხცოვან ითვლებოდა და ეს დეგენერაცია რაღაც ასაკის მერე იწყება. ამიტომ იმ პერიოდში ამდენი დემენციის მქონე ადამიანი არ იყო. თუმცა 1907 წელს, როდესაც ალცჰაიმერმა აწერა ეს დაავადება, მან 51 წლის ქალზე ქონდა პირველი დაკვირვება სხვათა შორის, მაგრამ პირველი აღწერა. მე ისე თქმა მინდა, რასაკვირველია, რაც უფრო ჩვენი ასაკი, ჩვენი მეგულისხმობ კაცობრიობის ასაკი კეთილდღეობასთან ერთად მატულობს, მეტი გვაქვს იმისი შანსი, რაღაც ეს ასაკთან ასოცირებული პათოლოგია, რომ დეგენერაციის, ასე ვთქვათ, მქონე ადამიანების რაოდენობა მატულობს. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. გერიატრიაში რაღაც დიდი მიმართულება გადაიჭრა. მეორე საკითხია, რომ ჩემი საბეჭდებით ამაზე საუბარი საკმაოდ აქტიურად ხდება, რომ მიუხედავად ამისა, აი ვთქვათ, ეს გასაგები ფაქტორია. ვთქვათ, რომ ასაკი ბერდება პოპულაცია დედამიწის და მარტულობს დემენციების რაოდენობა, იმიტომ ეს არის ასაკთან ასოცირებული დაავადება. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ აი მის გარეშეც შედარებით უფრო ახალგაზრდა დღეს უკვე 70 წლის ადამიანი არ ჩაითვლება, ასე ვთქვათ, ძალიან ასაკოვად. ამ ასაკის ადამიანებშიც მატულობს თვითონ ნეიროდეგენერაციული პათოლოგიის ხედრითი წილი. ზოგადად საუბარი იმაზე, რომ ნევროლოგიური პათოლოგიის მწვავე არა, აი ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებების ხედრითი წილი მატულობს ზოგადად ნევროლოგიური, ასე ვთქვათ, დაავადებების შორის და ეს ახლა თავის ტკივილია ნამდვილად კაცობრიობისთვის, იმიტომ რომ დემენტური ადამიანის, ასე ვთქვათ, მენეჯმენტი ეს სიტუაცია საკმაოდ კარგად იცის ყველამ, მისი მოვლა, პატრონობა, მკურნალობასაც აღარ ვამბობ, მკურნალობა ძალიან პრობლემატურია. ეს დღესდღეობით ძირითადად მე ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაზე რო ვთქვათ, პაციენტის ოჯახის წევრებზე გადადის. ეს არის უმძიმესი პრობლემა ოჯახისთვის. ოჯახში დემენტური ადამიანის ყოფნა ეს არის პრობლემა არა მარტო იმ ადამიანისთვის, ეს არის იმ ოჯახის წევრებისთვის, რადგან ოჯახში ასეთი ადამიანის, აი ელემენტარული ყოფის უზრუნველყოფა ძალიან დიდ ემოციურ, ფიზიკურ და მატერიალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. საბედნიეროდ, აი ბოლო 1-2 წელიწადია დაიწყო საქართველოში, დასავლეთში ეს დიდი ხანია აბსოლუტურად მოგვარებულია, აი ამ ეგეთი ჰოსპისების, მოხუცებულთა სახლების, ასე ვთქვათ, კერძო სტრუქტურები წამომივიდა, ეხლა სპეციფიური მოვლის ადგილები უნდა გაჩნდეს, აუცილებლად გაჩნდა. ძალიან, აი დაიწყო გაჩენა, იცით, აი ბოლო 2-3 წელიწადი, იმიტომ ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მონაპოვარია ღირსეული სიბერე. ნამდვილად ღირსეული სიბერე, იცით, არ უნდა ხდებოდეს ოჯახის წევრების ემოციური განადგურების ფონზე. ეს არის ემოციური დაავადება, თავი ფინანსურს, ვთქვათ, სოციალურ, ემოციურად ოჯახის წევრებისთვის, ახლა ამის უყურება არის უზარმაზარი ფსიქოტრაუმა არის პირდაპირ შემიძლია გითხრათ. და ამიტომ ის რომ საზოგადოებას ზრუნავს ამ ადამიანების ღირსეულ სიმერეზე, ეს იმის წინაპირობაა, ის ადამიანები, ვინც რას იცხოვრებენ, ისინი საზოგადოების უფრო აქტიურები და კარგად, ასე ვთქვათ, საქმეში დასაქმებულები იქნებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ ამათზე ზრუნვა ეს უნდა იყოს საზოგადოების ეს არის. საერთოდ მე ამას მინდა ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შემოვუბრუნდე და როგორ ჭრიან ამ საკითხებს და როგორ იცილებენ თავიდან, ვთქვათ, აი ამ
დაავადების პრობლემებსაც და თვითონ ადამიანის შინაგან განწყობილებას არჩეული გამოცდილება აქვს იაპონიის და მე ამას დაუბრუნდები ბოლოს გამოდიხარ ჯერ ეს დაუბრუნდეთ სამედიცინო ნაწილს აი ამ ჩვენი პრობლემის თქვენ პირველი კითხვაც ასეთი დავსვიმე ესე იგი თქვენ როგორ ფიქრობთ რადგან ეს ნეიროდეგენერაციული დაავადებები გვხდება არა მარტო ასაკში არამედ აი საშუალო ასაკში ჩნდება რა უნდა იყოს ამისი მიზეზი ეს არის თქვა ხშირ შემთხვევაში აი ახალგაზრდა ნაწილი მაქვს საზოგადოების ხედველობაში თქვა ნეიროტოქსიური რაიმე პროცესების განვითარება ორგანიზმში და ხშირად ახლა უცნაური ინფექციები წამოვიდა თქვა ვირუსების გარკვეული სახეობა რომელიც პირდაპირ თქვა ეპშტეინ-ბარი ახლა პირდაპირ აზიანებს ხო აი თქვა ეს ხომ არ არის თქვა ეპიგენეტიკურად მიზეზი იმისა რომ ჯერ ზიანდება რაღაც თქვა ანატომიურ დონეზე თქვა ეს წარმონაქმნები რომელიც განაპირობებს სწორქცევებს ასე იწყება სუბსტრატია და მე იცით რა ეხლა არსებობს ესე კაფიოდ გამიჯნული ოჯახური ფორმები. ეს უკვე გენეტიკურად განპირობებული. იქ არის ოჯახური როგორც პარკინსონი, ისე დემენცია, ოჯახური ფორმები. ის არის აი ოჯახში, ასე ვთქვათ, არის გენეტიკური ხაჟის ეს აბსოლუტურად, მაგრამ უმეტესობა არის სპორადული, ასე ვთქვათ, არა მემკვიდრეობი და ამ შემთხვევაში აი ეს გარემო ფაქტორები და რაღაცა, ასე ვთქვათ, პირველად ჩნდება სუბსტრატი. იმიტომ ჩვენ კლინიცისტები და პაციენტიც დაავადების სიმპტომებს, ასე ვთქვათ, შევნიშნავთ დაავადების დაწყებიდან დაახლოებით 20-25 წლის მერე. ის პროცესი, ეს ამილოიდური ფოლადების წარმოქმნა, ეს ნუ აი პრეკლინიკური სტადიიდან დაახლოებით 5-10 წლით ადრე იწყება. კლინიკურსაც აღარ ვლაპარაკობ. ამიტომ ბევრად ადრე იწყება პროცესი, ვიდრე ჩვენ სიმპტომს გზნობთ როგორც პაციენტი, ასევე მისი ახლობელი. ეხლა მოდი დავიწყოთ რადგან თქვენ ეხლა არჩევთ ძანეთ რომ 20-25 წლით ადრე იწყება და თან ამბობთ რომ რა უნდა მოძებნო და რა უნდა მიგნება შეიძლება. ეხლა კითხვა ასეთია ჩვენ როდესაც ვხედავთ რომ რაღაც გარკვეული შეიძლება ეს 20-25 წლის წინ დაწყებული იყო კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა მაგრამ ეხლა დღეს როცა მოიმატა ამ რაოდენ დაავადებების რიცხვმა ეს არის როგორც ფინანსური ეს არის როგორც სოციალური პრობლემა ეს არის თვითონ ჯანდაცვის ტვირთების გაზრდა და ყველა ათასგვარი პრობლემა ხო აი აქედან გამომდინარე ხომ არ შეიძლება ისევე როგორც ძალიან ბევრ დაავადებაში როგორც ახალგაზრდა ასაკში ისე ხანდაზმულში მოგვეძებნა რაიმე გზა ან დაგვენერგა ან ხომ არ არის ესეთი გამოცდილება უკვე საერთაშორისო პრაქტიკაში რომ რადგან თქვენ იცით რა მოძებნოთ და როგორ მიაგნოთ თქვათ აი ამ უკვე ადრეულ სტადიაზე ჯერ კლინიკურად არ გამოვლენილ რაიმე პათოლოგიას რა ტიპის სკრინინგები შეიძლება შემოვიდეს და რა ასაკიდან გახდეს სავალდებულო ეს ძალიან ისეთი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი თავარი ეს არის ასე თქვენ ზაით იმიტომ რომ როდესაც დაავადება კარგად გამოვლინდება ნუ კარგად მე ვამბობ კლინიკურად იქ რეალურად არაფერს აზრი არ აქვს მე გულისხმობ ნუ ოდნავ შეიძლება შევანელოთ ოდნავ აი ეს ძალიან ისეთი და აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ მათი მოვლა და ღირსეული ეს სხვა საკითხია ეს ამაზე ორი აზრი არ არის რომ მათ უნდა კონდეს ღირსეული სიცოცხლე მაგრამ ის რომ ჩვენ გამოვლინდეს ადრე აი ამაზე სულ რამდენიმე წერია ლაპარაკი დაიწყო რომ შესაძლებელია გარკვეული ბიომარკერების მეშვეობით ოღონდ ესეც ჯერ პერსპექტივაშია ბიომარკერების მეშვეობით, რომლებიც ძალიან სპეციფიკურია, ეს არის ტვინის, ასე ვთქვათ, ნივთიერებათა, გარკვეული მსუბუქი ჯაჭვების, ასე ვთქვათ, ცილების, მარტივად რო ვთქვათ. აი ამ ბიომარკერების გამოვლენა თუ მოხდა ამისი ზუსტად მიგნება, რომელი ბიომარკერია სპეციფიური, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ბევრად უფრო როგორც გითხარით, აი დაახლოებით სკრინინგული, ასე ვთქვათ, რავადიდან, რა ასაკიდან მიგაჩნიათ, ეს მე იმაში ჯერ ამაზე იცით რამდენი დავა არის. ეს რაღაცა დაახლოებით 50 წლის მერე თუ ალბათ მე პერსპექტივაზე ვამბობთ, როდესაც ეს ბიომარკერები ზუსტად იქნება მინიშნებული, რომ ეს ბიომარკერები ძალიან მრავალფეროვანია, მე გულისხმობ ტვინის, ასე ვთქვათ, მეტაბოლიზმის დარღვევის ამსახველ ბიომარკერებს. მაშინ ალბათ 50 წლის მერე გარკვეული, აი სკრინინგული, ასე ვთქვათ, გამოკვლევები პერსპექტივაში ჯერჯერობით ეს არის ალბათ დაისახება რომ გამოვლინდეს პოტენციურად დემენციის მატარებელი პოტენციური გასაგებია იმიტომ ეს ბევრად ადრე იწყება ეს ვიდრე ჩვენ რამე ვგზნობდა თუ მე ამას გამოვავლენ აი პოტენციურად რომ მე შეიძლება დამემართოს და თქვა თქვენ არა იმიტომ რომ მე ეს ბიომარკერი მაქვს ეს არ ნიშნავს რომ მე აუცილებლად დამემართება მაგრამ ალბათობა მეტი მაქვს ვიდრე თქვენ ხო რომელსაც მაქვს აი ეს არის პერსპექტივა და ეს არის რეალურად ამ დარგის
განვითარების და აი ამ ადამიანების ხო დანარჩენი ყველა სხვანაირად იცით რეალურად როდესაც ტვინის ატროფია იწყება იქ მისი შეჩერება და ხა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ კუნთური მასა ერთი და ტვინი 1 კილოგრამიდან 500 გრამია ხო ის რომ პატარავდება ატროფირდება ხა იმისი აღდგენა პრაქტიკულად გამორიცხულია მე მგონი ტვინის მასის და მისი ფუნქციების ამიტომ უნდა შევაჩეროთ სანამ ეს თეორიულად გულისხმობ მე ამას ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო პასუხისთვის და ძალიან საფიქრალია ასეთი გასაუბრებელი ეს ძალიან საფიქრად დავადება სამწუხაროდ ეხლა მეორე ამბავი ისაც უკვე ჩანს და რა თქმა უნდა მედიცინაში ცნობილი იყო ეს გახლავთ ნეირომედიატორები როდის ირევა და აი რა ფაზაში შეიძლება იქნას დაჭერილი ნეირომედიატორები ნეირომედიატორები ხო ჩვენ ყველა ქცევას განაპირობებს ნეირომედიატორი კი ამაში შესაძლებელია აი აბსოლუტურად ვაკეთებთ ყველა ჩვენი მოძრო ყველაფერი ეს ნეირომედიაცია ნუ თავარი ასე ვთქვათ ძირითადი მოდით ესე ვთქვათ ნეირომედიატორი რომელიც მონაწილეობს და თავარი სამიზნე არის მეხსიერების ეს არის აცეტილხოლინი აცეტილხოლინის უამრავი ფუნქცია აქვს ორგანიზმში ის სხვა რამეს აკეთებს საერთოდ ეს მედიატორები ჯადოსნური წარმონაქმნები იმიტომ რომ სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა რამეს აკეთებენ აი პერიფერიაზე ვთქვათ სხვა ფუნქცია აცეტილხოლინს თავის ტვინში სულ სხვა ერთ ვთქვათ წრეში ერთი ფუნქცია ამიტომ ეს არის მართლა ჯადოსნური ზოგადად ნეირომედიაცია ეს არის ალბათ ბუნების ერთ-ერთი აი ჯადოქრობა რაც შექმნა ბუნებამ რის გამო ამავდროულად მეხსიერების შექმნის საფუძველი მეხსიერების საფუძველი არის აცეტილხოლინი და აცეტილხოლინის რაოდენობა მცირდება და ის ასე ვთქვათ ბირთვები რომლებიც მას გამოიმუშა პირველად არის მაინც სუბსტრატის დაზიანება რომელიც ამას წარმოქმნის და მე ის აღარ წარმოიქნება იმიტომ რომ სუბსტრატი ნელ-ნელა ზიანდება ხა აქ ქათამი და კვერცხის ვარიანტი ხო აი ეს ძალიან საინტერესო შეკითხვა მომდევნო შეკითხვა ეს მქონდა სწორედ რომ რა ხდება რაოდენობრივად იკლებს ვთქვათ რაოდენობრივად მისი გამომუშავების აი ეს ბირთვი რომელიც მას გამოიმუშავებს ის ზიანდება თუ სინაფსებში ხდება რაღაცა. სინაფსებში, მაგრამ ის აი თქვენც ბრძანეთ წეღან, ეხლა ზუსტად აი ბოლო პერიოდის მიგნებები, ვთქვათ, აი რაც სიღრმეებში, რაცაც გენეტიკოსები უყურებენ, არის სინაფსის დაბინძურება, სწორედ მცირე სინაფსამდე აცეტილხოლინი, რომელიც სინაფსით გადაეცემა ერთი სინაფსი და მეორეს. თუ ის არ გადაეცემა და არ გამოიყოფა, იქ ჩვენ მეხსიერება, მაგრამ სინაფსის სტრუქტურა, საფუძველი ხო მორფოლოგიური სტრუქტურაა. ამიტომ მაინც ჯერ იწყება სუბსტრატიდან და მერე უკვე სინაფსი არის მაინც ფიზიოლოგიური სუბსტრატი. სინაფსური სივრცეების, ახლა როგორც ფიქრობენ ეგენია, თქვა აი პათოლოგიური ცილების ჩნდება ხოლმე სინაფსურ სივრცეებში, გადაცემის პრობლემა ხდება უკვე. ხდება, თქვა პრობლემას, მაგრამ პირველი არის ის ცილა უნდა გაჩნდეს. და მერე უკვე ნივთიერება გამოვიდა, ლაგდება იქ, რომელიც იმ ასე თქვა ბირთვებში, რომლებიც ამ აცეტილხოლინს გამოიმუშავებენ და ის გამომუშავების შეფერხება იწვევს უკვე ამას. ეს ძალიან რო გავამარტივოთ, იმიტომ რომ ტვინი ბევრად უფრო რთული სტრუქტურა, ვიდრე საერთოდ მე მგონი დედამიწის, აი მთელი დედამიწის ფუნქციონირება რო წარმოვიდგინოთ, ეს ერთი ჩვენი პატარა ტვინი უნარებით და პოტენციით, მოდით ასე ვთქვათ, აი რაც შეუძლია ტვინს, ეს მე მგონი ბევრად მეტი პოტენციალი გვაქვს. ამიტომ ეს თითოეული მედიატორს, თითოეულ სინაფსს ძალიან დიდი მნიშვნელობა თლიანად სისტემის, ანუ თავის ტვინის ფუნქციონირებისთვის და საფუძველი ჩვენი, ასე ვთქვათ, აქტიური ფუნქციონირების მეხსიერება არის ერთ-ერთი. თუმცა, ეხლა მე აქ იმასაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უნდა იცოდეს. რაც უფრო მეტი, ანუ მეხსიერება მეტნაკლებად გვაქვს ცუდი და კარგი, ნუ ადამიანი იბადება, ხო, განსხვავდება. კლასში ხო პირველ კლასში ვიღაცას ქონდა ძალიან კარგი მეხსიერება, ვიღაცას ნაკლები, ხო ეს ამაზე მე მგონი ყველა თანხდები. მაგრამ აი ამ მეხსიერებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა დასწავლის უნარს. აი რაც მეტი ნასწავლი, ნაკითხი და განათლებული ადამიანი განათლებას მე ამ შემთხვევაში გულისხმობ აქტიურად ტვინს ვინც ამუშავებს. აი ამისათვის კი უნდა არსებობდეს კარგად განვითარებული ჰიპოკამპი, რომელიც შემთხვევაში უკვე დაზიანებული. რაც ჩვენ მეც ასე ვთქვათ გონებრივად ვშრომობთ. მით მეტი პოტენციალი აქვს ჩვენ ტვინს, რომ სანამ დემენციამდე მივა, ბევრი მას ასე ვთქვათ შრეაკ. ჯერ არ არის დემენტური. რაც უფრო ნაკლები ადამიანის კოგნიტური, ანუ შემეცნებითი პოტენციალი, იმიტომ რომ თქვა IQ, ასე ვთქვათ, ეხანდელი მოდაში ესე. იცით მარტო აი IQ შეიძლება იყოს რაღაცა თანდაყოლი უნარები და მე რასაც არ ვითარებ. აი რაც ნაკლები ადამიანის კოგნიტური უნარები, იმიტომ რომ თქვა, ნუ მარტივად ვთქვათ, ფიზიკური შრომის ადამიანებს უფრო მალე ეტყობათ, ვატყობთ, რომ დემენტურია, ვიდრე
მაღალი გონებრივი სტატუსის მქონე, იმიტომ რომ მათ დიდი აქვთ ასე ვთქვათ დიაპაზონი. იქედან აი ძალიან მაღალი ინტელექტის ხარ. თქვენ რო შეატყოთ, რომ ის უკვე დემენტურია, ბევრად დიდი გზა უნდა გაიაროს, ვიდრე როცა ადამიანის შემეცნებით უნარები პრიმიტიულია, იმიტომ რომ ის არ განუვითარებია სიცოცხლის განმავლობაში. ამიტომ ეს ცოდნა და გონებრივი მუშაობა, მოდით ესე დავარქვათ. წინაპირობა არის რომ ეს გადავადეს. თუმცა, ეხლა არ უნდა გავიგოთ ისე რომ 2x2 ყოველთვის 4. ეხლა მე მარტივად გეტყვით, ეხლა მაგალითები დემენცია შეიძლება ქონდეს ყველა ძალიან მაღალი კოგნიციის მქონე ადამიანს და კარგი ეხლა ყველასათვის გასაგები მაგალითია რომ რეიგანს ჰქონდა ალცჰაიმერის დაავადება და რეიგანი ძალიან დიდი კოგნიტური პოტენციალის ადამიანი იყო, დედამიწაზე მოახდინა გავლენა, ხო, მისმა პრეზიდენტობამ. და სიბერეში არა, ამ დაავადების ფონზე ქუჩაში რომ მიდიოდა და ცნობდნენ ასეთივე გარეგნობის იყო, რომ ესალმებოდნენ, კითხულობდა სახში, რატომ ესალმებიან, საიდან მიცნობენ, ხო, საოცრებაა. საოცრება. ასეთივე ანუ ეს ფორმულაც თქვათ მაღალი ინტელექტის მაგიტომ ასე მეორეს გეტყვით, კიდე იმას ქონდა მასკულური დემენცია, მაგრამ მარგარეტ ტეტჩერი, აი ორი მე ყოველთვის ამას ორი ძალიან დიდი მოაზროვნე, რომელსაც გავლენას მოახდენ დედამიწაზე, ხო, შენი კოგნიტური უნარით. აი მასაც ქონდა დემენცია, ამიტომ ეს არ არის 2x2 4, საერთოდ მედიცინაში ხანდახან 2x2 6-ია, ხო? რომ ყოველთვის გთხოვენ პასუხს იცეს, ჩვენ ვამბობთ აი კანონზომიერებებს, ხო? და არა აუცილებლად ეს, აუცილებლად არაფერი არ არის მედიცინაში. ნუ ხა თუ ავიღებთ ხა რეიგანის და აი ორი ისეთი მაგალითი ზოგადად ყველა მიცის, რომ აი ორი ისეთი ნუ ხა ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი სტრესები რომელიც თან ახლოს ანძით და თულია. ხა აი ამ სტრესაც რაც შეეხება ადამიანის ზოგი ამ სტრესაც ისე უკავდება. ხა ფსიქოემოციური სფერო საერთოდ ყველაფერზე მოქმედებს. აი ცაც თქვენ ახსენეთ ხა ლიმბიკა თუ ძალიან რეტიკულური კომპლექსი, ემოციური სფერო თუ ძალიან მოწყვლადია, ის სხვადასხვა ჰიპოკამპზეც საკმაოდ შეიძლება ჰიპოკამპის ატროფიას გამოიწვიოს შფოთვა. ესეთი კვლევებიც არსებობს. საოცრებაა. ამიტომ ემოციის მართვა გასაკურველი მნიშვნელოვანია. აი ჯერტი შფოთვა, როდესაც ჩვენ შფოთავთ, ეს ხაჭური ძალიან თქვენ კარგი საკითხი მოიტანეთ. აი შფოთვა და შემეცნება ძალიან მჭიდრო კავშირში. ეხლა გაგჭირდა ახალგაზრდა ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც უჩივენ მეხსიერების დაქვეითებას. ნუ ახალგაზრდები რა არაფერი არ მახსოვს, არის ამაზე დიდი ნერვიულობა, ყველაფერი ახსოვთ, შფოთავენ. ემოციურად არიან ძალიან, ნუ გაუწონასწორებელი კი არა, დიდი დატვირთვის ასე ვთქვათ, ალბათ. შფოთვის დროს ისეთი აიგზნება ვთქვათ, ის ნაწილი სადაც აქვს შენახული. არ ახსოვდა. როცა ეს მშვიდდება, აღმოჩნდება რომ ყველაფერი, ამიტომ შფოთვა კარგი სიტყვა ხარ. მე მგონი ყველასთვის გასაგები. ის ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენ მესიებს. კონცენტრაცია კარგად, ყურადღების კონცენტრაცია, როცა შფოთავ და ამ დროს გონია რომ ვერ ვიხსენებ, მაგრამ სინამდვილეში შფოთვა არის ერთდროულად პერიოდში ბევრ რამეზე ფიქრობ, ნერვიულობ, გაუწონასწორებელი რაღაც აზრები გაქვს და თუ დამშვიდები, ყველაფერი გაგახსენდება და აი ეს მე რატომ ვახსენე, რომ აი ეს ემოცია რომელიც თქვენ ახსენეთ, ეხლა აი ახალგაზრდებში ძალიან მოიმატა ამ ჩივილმა, მაგრამ ეს არ არის მეხსიერების დაქვეითება დამერწმუნეთ. ეს არის მათი ესეთი, ნუ გარკვეული გარემოებებით, მათი შრომის რიტმით, ცხოვრების წესით განპირობებული, ფორიაკი და შფოთვა ეს ძალიან ხშირია სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა. ვთქვათ, ნეირომედიატორებს ჩვენ ვლაპარაკობთ, პირველი ამოდის ხოლმე დოფამინი. ხო, ეს ვფიქრობთ ხოლმე, რომ პირველი რაც აი ვფიქრობ, რომ აი სიმშვიდე შემოაქვს, რაღაცა ბევრი რამე საკეთებს. ხო, ძალიან ბევრი რამე საკეთებს და აი თვითონ ეს დოფამინის რაოდენობის ცვლილება ხდება, ხო, ერთ-ერთი პირველი. დოფამინი და მე წეგან გითხარით, ნეიროდეგენერაციის ერთ-ერთი ფორმა პარკინსონის დაავადების დროს მთავარი არის დოფამინის დეფიციტი, ძალიან ბევრი ისინია თვითონ დოფამინი არის სხვადასხვა ფორმის. ეპინეფრინის. და აი ეს მაგრამ აი მე იქ თქვათ აი წამყვანი არის ჯერ დოფა დეფიციტია მთავარი აცეტილხოლინის მერე და აქ ეხლა თუ შევადაროთ აი გავამარტივოთ და უშუალოდ დემენციების დროს ანუ აი ალცჰაიმერი მოდით ესე ავიღოთ აქ პირველი არის აცეტილხოლინი და დოფამინი მასთან ერთად ხო აი პრინციპს ვამბობ აი სეროტონის გარკვევა სეროტონი ხა ემოციური ფაქტორი სეროტონის გარეშე ამიტომ სეროტონის დასაკრული მონაწილეობს მაგრამ პირველი მეხსიერებისთვის არის აცეტილხოლინი მოძრაობის დარღვევისთვის ანუ პარკინსონის რომელიც ასევე ნეიროდეგენერაცია დოფამინი ამიტომ მაგრამ ისე ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამ ასე ვთქვათ დაავადებებს ერთმანეთთან და აი როგორც გითხარით ხშირად გადაფარვა ხდება თუმცა აი
პირველი სიმპტომები, დებიუტი, მოდით ასე დავარქვათ. დაავადების დებიუტი კაფეოდ განსხვავდება. შორს წასულ სტადიებზე, აი ძალიან შორს წასულზე, ახლა იქ უკვე ძნელი გასარჩევია ხშირად. ახლა ყოველთვის არის, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთი ზედდება, რომ ვერც თქვათ საწყისი რა იყო. თუ არა გვაქვს დეტალური ანამნეზი, რითი დაიწყო, როგორ დაიწყო, ხა მედიცინაში რაც არ უნდა ტექნოლოგიები შემოვიდნენ, ექიმის და პაციენტის საუბარს და მით უმეტეს დემენციის შემთხვევაში პაციენტი არა, მისი ახლობლები. ამ საუბარს აი ანამნეზის დადგენას, რა დაიწყო პირველად, როგორ დაიწყო, გადამწყვეტი მნიშვნელობა. არანაირი თქვათ ვიზუალიზაცია. აი როცა უკვე გამომშეხავდა დაავადებას, უთეკი მაგათგან მივდივარ მე ვიწყებთ თუ არა იმ ნეირომედიატორების თქვათ იცი და ვიწყებთ კურნალობას, მაგრამ მე ხა იცით როგორ არ ვიწყებ. არა, ჯერ ძებნას, საიდანაც აიგო მოიმატა თუ არა, არ ვიწყებთ, აღარ არის ვინც. როდესაც გვაქვს ჩვენ ხა მეხსიერების შეფასება ხდება ძალიან სპეციფიური ტესტები თელ სოფლიოში და საქართველოს ეს ტესტები აბსოლუტურად ადაპტირებულია, ქართულ ენაზე მიღებულია. ამ ტესტების მეშვეობით როდესაც ჩვენ პირველი ვაფასებთ, ესე იგი ადამიანს ხა ხოთაშორის მე არ მიყვარს ეს სიტყვა დემენცია, არ მიყვარს მე კი არა. სტიგმა. სტიგმა. ხოთაშორის ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთოდ ამოიღეს დემენცია. და დაარქვეს ნეიროკოგნიტური დისფუნქცია. იმიტომ კი რომ რამე სხვას ნიშნავს. იმიტომ რომ ადამიანისთვის როევნებენ არ იყო შეურაცხყოფა. ისე როგორც ეპილეფსიაც სტიგმაა, ხო? ჩვენთან უკვე საზოგადოება განვითარდა ძალიან. და ეხლა ქართული სიტყვა ხო საერთოდ ჩემის აზრით, ძალიან მძიმე სათქმელია ჭუასუსტობა. ქართულად ქვია მას ჭუასუსტობა. ეს პაციენტისთვის და ახლობლებისთვისაც არის, განაჩენზე მეტი და ამიტომ ეს ხა ჩვენ რაღაცა ვცდილობთ რომ აი შევნიხოთ ეს მდგომარეობა. და აი ტესტების მეშვეობით პირველი ჩვენ ვადგენთ ეს ნორმის, თქვათ, რა ვარიანტია, ძალიან გადახრილია, თქვათ, ოდნავ ამას თავისი რიცხობრივი მაჩვენებლები აქვს. მერე ვეძებთ აი ამ მეხსიერების დაქვეითებას უამრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს. მერე ვეძებთ აი ამ არის ეგრეთ წოდებული განკურნებადი დემენცია, მოდით ესე ვთქვათ. ეს არის ის, ვთქვათ, მეხსიერების დაქვეითება, სადაც მიზეზი, ვთქვათ, შეიძლება ვიპოვოთ, აი მაგალითად ცხელების ფონზე, მძიმე ინფექციის ფონზე, შემდეგ აი ამ მძიმე სომატური დაავადების შემდეგ პაციენტ შეიძლება ქონდეს საკმაოდ კარგად დიდი ხანი მეხსიერების პრობლემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ეს უკუგანვითარებადია. ამიტომ სომატური დაავადებების მაგალითად თუ შაქრის ციფრები მერყეობს, თუ არის ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, აი მეხსიერების დეფექტები, დეფიციტი, მოდით ესე ვთქვათ. შეიძლება სხვა რამებითაც იყოს გამოკვლიწეული. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ყველა განკურნებადი, ხო მე დამავიწყდა აქ თავარი ისეთი თავის ტვინის ისეთი დაავადებები, რომლებიც უშუალოდ შეიძლება იყოს იქ სიმსივნე, ამთვისებიანი, კეთილთვისებიანი, რომელიც კლინიკურად ვლინდება რაღაცა გაბურებით და მეხსიერების გამოვარდით. ამიტომ ეს უნდა გამოირიცხოს ყველაფერი. და მერე უკვე მივიდეთ, რომ ეს არის ნეიროდეგენერაცია. ეს აუცილებელია, რომ ჩვენ განკურნებადი. ანუ დიფერენციალური დიაგნოსტიკის გავლება ძირითადად გვიგვივლებს ვიცავს ხოლმე. აი თქვენ ახსენეთ კიდევ ინფექცია. აი რაც შეეხება COVID ინფექციას, სხვათა შორის COVID ინფექციის შემდეგ, ჯერდი COVID ინფექციის ფონზე ალბათ გახსოვთ, რომ წავე და ცოტა მოგვიანებით პერიოდში ძალიან ბევრი პაციენტი ჩიოდა მეხსიერების დაქვეითებას. და აი COVID-ის შემდეგ სხვათა შორის იყო ესეთი აი კლინიკური დაკვირვებები, როდესაც მოიმატა დემენციების გამოვლენა. ისე იგი მანამდე თქვა ასაკოვან პაციენტებზე, მოდით ესე ვთქვათ, COVID-ამდე ვერაფერს ოჯახი ვერ ატყობდა, COVID-მა ჩაიარა აი ესეთი მარტივი ვარიანტი რო წარმოვიდგინოთ, შვიდაც ჩაიარა. და COVID-ის მერე 2-3 თვეში ეს შეამჩნიეს მეხსიერების დაქვეითება. ასე რომ COVID ეს ისეთი გამოცანა არის ჩემის აზრით, რომელსაც უამრავ სისტემებზე ადამიანის იმოქმედა და თავის ტვინზე სხვათა შორის განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს COVID ვირუსული ინფექცია, ვიცით, ვირუსია. აი ვირუსის და დეგენერაციის ურთიერთობა ამ შემთხვევაში ყოველში ტრიგერი რო არის, რომ ხელი შეუწყოს იმას, რაც თქვათ, ცუდია, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ადამიანის მეტაბოლიზმისთვის, იმ მეტაბოლიზმის, რომელიც წინაპირობა არის აი ამ ნეიროდეგენერაციის განვითარების, ეს რასაკვირველია. ეს ასე ფაქტია. ინფექცია ყოველთვის ამძაფრებს ამას, მაგრამ მიზეზი, პირველადი მიზეზი, ხაი COVID-მა ბევრი კითხვები გააჩინა სხვათა შორის. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ნეიროდეგენერაციული დაავადებების ესე იგი ძირითადი გამოვლინება, როგორც ესე იგი თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, არის რაღაც არსებული ჩვეული ქცევების დარღვევა.
ხომას მეხსიერების დაქვეითება, შეძენილი უნარების გაქრობა და ესე იგი ეს საბოლოო ჯამში განაპირობებს მცევით რაღაცა უცნაურ გადახრებს. ეხლა მე მინდა ძალიან ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხოთ ის რაც ასაკობრივად ვითარდება თქვენ უკვე ბრძანეთ თუ დაიწყება რაღაც სკრინინგები მოიძებნება და მიგნებები იქნება თუ პრევენციის გავაკეთებთ ხო უკვე დამდგარ შემთხვევაში უკვე უნდა ხელი შეუწყოთ რომ მისი სიბერა იყოს ღირსეული იმ მდგომარეობაში როგორც არის და თქვა უმნიშვნელო შესწორებები და შერბილებები შეიძლება გამოვიწვიოთ კლინიკური თვალსაზრისით. საინტერესოა ერთი რამის კი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები ცნობილია რომ ხშირ შემთხვევაში გარკვეული ნარკოტიკების გამოყენება განაპირობებს სწორედ ჰიპოკამპის გაქრობას. არა მარტო უშუალოდ გამომყენებს, არამედ იმ ადამიანების ჰიპოკამპზეც კი მოქმედებს, ვინც მათთან ერთად იმყოფება მოწვევის პროცესში, ისევე როგორც სიგარეტი ახდენს არამწეველებს ესე გავლენას, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს და სიახლოვესაა. ასევე ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად იბადება ხოლმე თქვა იმ წეველი დედის და მამისაგან და ამავდროულად ხანდახან არამწეველი, მაგრამ წეველი მამის გვერდით მცხოვრები ორსული ქალის ბავშვი იბადება ჰიპოკამპის გარეშე. ან თუ დაიწყებს მოზარდი ვიდრე ჩამოყალიბებული ორგანიზმი მას ანატომიურად უქრება, ესე იგი ეს უმნიშვნელოვანესი ორგანო. აი ამ მიმართულებით ხდება თუ არა ამაზე განგაშისად ხა პრევენცია, ვთქვათ ამაზე საუბარი, ინფორმაციის მიწოდება. ეს ინფორმაცია მე ამოვიკითხე, როცა ჩვენ ლეგალიზაციას ვაპირებდით. აი ჩვენთან არ ხდება ნარკომანის ადეკვატური კონტრპროპაგანდა. აი ნარკომანის კონტრასაუცარია ხა სიგარეტზე ძალიან ინტენსიურად მოდის კონტრპროპაგანდა ესე იგი ხა აი ეხლა მე არ ვიცი რას მოიხმარენ რას მიგულისხმობ ეხლა ხო მათი ფანტაზია ხო უსაზღვროა და ისეთი ნევროლოგიური აი ქცევითი და მეხსიერებითი და ფსიქოპათოლოგით არიან ეს პაციენტები ახალგაზრდები ხო რომ იქ რასაკვირველია არავინ არ აკეთებს კონტრპროპაგანდას, იმიტომ კი არა რომ თქვა, აი ნარკომანის, ასე თქვა, სტრუქტურაში ჩვენ არასდროს არ მეუბნებით. ნუ არ მეუბნებით, მე გულისხმობ, რომ ეს იწვევს ტვინის ატროფიას, ეს ნარკოტიკი. და თქვა თუ სიტყვაზე ჩვენ შეიძლება დემენცია დაგვემართოს 70-ის მერე ან 80-ის მერე აი ამ ანამნეზის ადამიანებს როგორც წესი ტვინის ატროფია და კოგნიტური და ბევრად უფრო ადრე ეწყება. აი ეს ჩემი წადით ხა თუ ადამიანი თანახმახარო 50 წლის რო იქნები საერთოდ არაფერი აღარ გახსოვდეს ან ნახევარი გახსოვდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამას არავინ მე მგონი აი პროპაგანდა ამისი რომ ნარკომანია მარტო ის კი რომ ცუდად იქცევიან. თავის თავს ისეთ ზიანს აყენებენ რომ ასაკში როდესაც ნარკომანია უკვე გადაძლეული ექნებათ იმედია ესენი ისეთი პრობლემები გაუჩნდებათ რომლებიც ამის გარეშე მისი ალბათობა ბევრად ნაკლები იყო. აი ეს პირველი არის მეხსიერება და კოგნიტური უნარები და ამას მე მგონი ნუ უბრალოდ ამას ჭირდება უფრო ფართოდ ახსნა საზოგადოებისთვის რომ ეს არ არის მარტო რომ ეხლა ის ძალიან ბევრ რამეს აზიანებს ნარკოტიკი. აი იმ სტრუქტურებში რომელზეც თქვენ ბრძანებთ, რომლებიც არის ჩვენი მეხსიერების და შემეცნების სანახი. აი იქ არის ყველაფერი. და ჩემი აზრით ამას უბრალოდ უნდა ჩვენ ექიმებმა, ვიცი, სამინისტრომ ჯანდაცვის საზოგადოება. ბევრი პროპაგანდა ამაში თუ იცით საერთოდ მოზარდების თქვა იგივე დასული ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელობა აქვს ინფორმით ახსნას, რომ ეს არ იყოს დამრიგებლური დიდაქტიკური, ეს იყოს რაღაც გულწრფელი ინფორმაციის მიწოდება, რომელთაც ისინი გაიგებენ, რომ რეალურად რა ხდება. რასაც ჩვენ ეს ეპოქაში ვცხოვრობ. სამწუხაროდ ეს ჩვენი მოზარდები, ახალგაზრდობა თქვა აი ამ სიფსეს რითაც ჩვენ შეგვიძლია ამბავი მიუტანოთ, ამბავი გულისხმობ ტელევიზიებს საერთოდ არ წყალობენ, ახლა ეს ბუნებრივიც არის. ისინი სრულიად სხვა წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას. ამიტომ ახლა ჩვენ ტელევიზიებმა რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ამაზე, შეიძლება მშობლებმა და ბებიებმა და ბაბუებმა მოусმინონ, არა? და საერთოდ მათთან მისვლა და მათთან ამ ინფორმაციის მიტანას ალბათ ჭირდება განათლების სისტემაში, აი მათთვის როგორც თქვენ ბრძანეთ, გასაგებ ენაზე, აი ამ პრობლემების, ასე ვთქვათ, დადახვა. ოღონდ აი როგორც თქვენ ვთქვით, არა დიდაქტიკურად, არამედ მათთვის მისაღები ფორმა. ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით და ანუ თვითონ და მიიღოს გადაწყვეტილება მათზე. რასაკვირველია. ეს არის ყველაზე კარგი და ამას მე მგონი, რომ ამას ჭირდება დაფიქრება უფრო სერიოზული ვიდრე ეს საგვარი პოლიტიკის გატარება. დამშოლოვანია. ეხლა მინდა შევეხო, თქვენ გითხარით, რომ იაპონიის გამოცდილებას გაგიზიარებთ თქო და ესე იგი
როდესაც მე პირველად ვიყავი ამ ქვეყანაში, ხა ძალიან დიდ პროექტზე მუშაობთ, ჩემი რამდენიმე ამ თქვა საკვანძო ამბავმა მიიქცე ჩემი ყურადღება, თქვა მე რო არ ყოფილიყავი თქვა გინეკოლოგი, მაშინ სხვა პროექტზე ვიფიქრებდი. ხა მე ჩემი სფერო მიყვარს ძალიან და იქ ვიცი საჭიროებები უფრო კარგად ვიცი უბრალოდ. რა მიიქცე ესეთ ყურადღება, მაშინ ცოტა ხანგრძლივად დროით ვიყავი იქ და ესე იგი გავუცდი, არ ვიცოდი რა იყო ეს ვალანტიურების ინსტიტუტი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც გაიარეს მთელი თავისი ცხოვრება, გავიდნენ პენსიაზე, თქვა დაასრულეს, მათ არ აქვთ თქვა შემოსავლის პრობლემა, იმიტომ რომ მაღალი ანაზღაურება საპენსიო და ხელმისაწვდომია მათთვის ყველაფერი, ისინი აბსოლუტურად დაცულები არიან ჯანდაცვის კუთხით, ყველაფერი უზრუნველყოფილია მათთვის, არა მარტო მკურნალობა, არამედ აი პრევენციის თვალსაზრისით ფიზიკური აქტივობა მათთვის ყველაფერი არის უფასო და ხელმისაწვდომი, ზოგადად მაღალი ხარისხის თქვა საცურაო აუზებზე, ტრენაჟორებზე, ყველგან ნახავდით მას ჩვენთან ერთად თქვა მოძრაობდი ამ სივრცეში. ყურადღებას იქცევდა ის, რომ ესე იგი ხაზგმით აღნიშნავდა ხოლმე, რომ ჩვენ ისეთი ქვეყნები თქვენ პატივს ვცემთ საქართველოს, იმიტომ რომ თქვენს გაქვთ ხანდაზმულობა, ნასაკი ასე ის. მე მაშინ ვაგონდებოდა ხოლმე ბებიეთში, რომელიც ბოლო 27 წელს განმავლობაში იყო მიჯაჭვული სავარძელთან და გადავაწვენდით ხოლმე ლოგინში, არ ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი იყო, გონებრივად ყველაფერი, მაგრამ აი მქონდა რაღაც ისეთი პრობლემები ჯანმრთელობის, რომ მოძრაობა უჭირდა და კატეგორიული წინააღმდეგი იყო ოპერაციული დიდი ჩარევების. აი ესეც გამოგვიცხადა, რომ მისა დრო მერთმა იმდენი რამდენი საჭირო იყო და ეს მიიღო რაღაც მოცემულობა. და ნუ მის გარშემო ახლა მე ვხედავდი ვინც მოძრაობდნენ ის მოხუცებიც ახლა არც ერთი არ იყო მზად იმისთვის რომ ეცურავად და ველოსიპედით ევლოთ და თქვათ კეგლი ეთამაშოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს განსხვავება იყო სიცოცხლის ხარისხში და სულ ფიქრობდი რომ მე ჩემ კოლეგებს ვეკითხებოდი რომ როგორ ხდება რომ აი თქვათ ამას ინარჩუნებენ და აღმოჩნდა ერთი რამ რომ თავისუფალი დრო როგორც კი ქონდა თქვენ ჩვენ შაბათ-კვირას მომაგრებული ყავდა ვალანტიურები რომლებსაც ევალებოდათ რომ აი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ვთქვათ რა იცოდნენ როგორი ტიპის დახმარება შეიძლება აღმოეჩინათ უცხო ქვეყნიდან ჩასული მოქალაქისთვის გაეცნოთ თავისი ქვეყანა მოეყოლათ ისტორია კულტურა კვების აი ვთქვათ იგივე სუშის ვთქვათ აი ყველა საუკეთესო ტრადიცია რა არსებობდა საჩიელებოდა მიუსულიყავით და აი დაკავებულები იყვნენ ყველას თავისი უნარის შესაბამისად. ეხლა მე კიდევ რამდენჯერ ვიყავი და მეოჯერ ვიყავი, გამოუცემა რომ შუქნიშანი მუშაობდა, მაგრამ შუქნიშანთან დგას ადამიანი ხანდაზმული, რომელსაც ეუბნები რომ აი თუ შეამჩნიათ რომ ვერ შეამჩნიათ რომ შუქნიშანი ანთებული ამხედველობა უშავს, გააფრთხილეთ რომ არ გადავიდეს. არაფერი საქმე არა, მაგრამ ამ ადამიანს აგრძნობინები რომ შენი რესურსით ხარ ძალიან საჭირო საზოგადოების, აი სიცოცხლეს იცავ. ეკაურიმე რომ აი ადამიანი რომელიც ჩამოდის უცხოეთიდან შენი ქვეყნის სახეს აჩვენებს, რომ შენ ყველაზე გამოცდილი ხარ. ეხლა მე ვლაპარაკობ ყველაზე პრიმიტიული უნარების მქონე ადამიანებს, ეხლა აღარაფერი ვლაპარაკობ მას რომ თუ მეცნიერია, თუ გამოცდილია, თუ ის არის მრჩევლად აყვანილი მაღალ თანამდებობის პირების, თქვათ ისინი უყვებიან ტრადიციებზე, რჩევებს აძლევენ რაღაცაში და ანუ მათი საჭიროების საკითხი არასოდეს არ იხსნება. და ამიტომაც თქვენ ვერ ნახავთ დემენციური იაპონელს, აი თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება იყოს. ერთი რომ პრევენციული მედიცინა აქვს უნიკალურად განვითარებული და ისეთ ადრე იჭერენ ყველაფერს რომ უვლიან და ისინი ჯანმრთელობას უთხრიან, მე რა ფანტასტიკური წყალი ხარი და საკვები. ეს არის უნივერსალური, იმიტომ რომ ყველა ადამიანმა დაწერა რომ ის კი ვთქვათ რაც მოხდა მის ორგანიზმში, რა იყო თქვენთვის შოკი ყველაფერია იაპონიაში მინდა გითხრათ, მაგრამ ყველამ აღნიშნა რომ ორგანიზმი გასუფთავდა. ორგანიზმმა დაიწყო სხვანაირი აი სუნთქვა, ფუნქციონირება ენერგია, ძილღვიძილის რიტმი, რეჟიმი, რაღაც ყველაფერი ისე იყო მოწესრიგებული. შოკის მომგვრელი ეს იყო ჩვენთვის. ეხლა ჩვენ რამდენი ორი თვით ჩასული ადამიანისთვის ეხლა ვინც იქ ცხოვრობს, წარმოიდგინეთ, ეხლა როგორ მოწესრიგებულია. და ისეთ თქმა მინდა აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა როგორც გამოცდილი ექიმი, ითამაშებს თუ არა, ან აქვს თუ არა რეალურად, ეხლა მე დავაკავშირე ეს ამბავი იმას, რომ იქ რადგან არ არის, თქვათ ესეთი სიბერის დაავადებები კი არა, აი ეს ყოჩაღად არიან, გაგიგვირდებათ, აი მასა აბსოლუტურად საერთოდ ძნელად შეამჩნევა ასაკს იაპონელებს, ძალიან რთულია განსაზღვრა, რომ ვინამდენი წლისა, იმიტომ რომ უჩვეულოდ არ ემჩნევათ ასაკი, ასაკშიც კი შეიძლება იყოს ძალიან ახალგაზრდა გამოიყურებოდეს. აი რა თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ესეთი მიდგომა, ვთქვათ, აი ჩემი ოცნება მაგის, რომ ხშირად ხედავ ძალიან გამოცდილ ადამიანს უამრავი ინფორმაციით სავსეს, რომელიც გარშემო შეიძლება ძალიან ბევრი რამე ისწავლო და ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად უფუნქციური. ისინი აღარავის აღარ ჭირდება მათი დარიგება, აი სახში შვილებიც კი აღარ უსმენენ, ეხლა მინდა გითხრა და აზარი გითხრებიან. აი ასეთი ადამიანებისთვის თქვათ სხვანაირი მიდგომებმა, მათმა გამოყენებამ, აქტიურობის შენარჩუნებამ და რა თქვათ აი მეორე ხარისხოვანი შეიძლება გამოიწვიოს. როგორ არ შეიძლება უბრალოდ ეხლა ჩვენ ამის კულტურა არ აქვს, მოდით ესე ვთქვათ. იაპონიაში უზარმაზარ პატივს ცემენ, ეხლა
ეხლა ეს ტრადიციულად ასაკოვან ადამიანს. ეხლა ჩვენ ეს გქონდა. ხო, ჩვენთანაც არის ტრადიცია. ეხლა ნაკლებად. ხო, არა, ნაკლებად. ჩვენ ეს გქონდა, როგორ არ გქონდა. ჯერდი ჩვენ გქონდა ტრადიცია დიდი რამდენიმე თაობის ოჯახების. ხო, ჩვენ ახლა ეხლა ეს ტრადიცია აღარ არის, ხო მეთანხმებით. და ამიტომ ის რომ ნახა დაახლოებით ცოტა ხნის წინ და ეხლა მე მგონი 40 წელზე მეტი ადამიანის სამსახურში აყვანა არავის არ და მე ხა ფიგურალურად ვამბობ დაახლოებით ესეა და ამიტომ ასაკთან არსებული გამოცდილება დღეს არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ასაკთან ერთად თქვა რაღაცამე აღარ მახსოვდეს ისე როგორც ახლა თქვა 20 წლის ადამიანს ახსოვს, მაგრამ ჩემი 40 წლიანი თქვა რაღაცა გამოცდილება ბევრ რამეს ნიშნავს. აი ამათი შეჯერება დღეს არ არის პოპულარული ჩვენ ქვეყანაში ზოგადად. აი სამწუხაროდ და იაპონიაში ამ ხრივ ძალიან დიდ პატივს სცემენ ასაკოვან ადამიანს, მის აი ამ რასაც თქვენ ვზადებთ უნარებს. და ნუ ჩვენ ეს ახლა სამწუხაროდ ესე ვარ. ჯერ ერთი პირველ რიგში ჩემი საზრით ის უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი ეს ასაკოვანი ადამიანები აი სადღაც ერთად შევაგროვოთ. მე ამ შემთხვევაში გულისხმობ გნებავ თქვა აი მათთვის რაღაცა სპეციალური თქვა სივრცეები გაიხსნა. შეხვედრის ადგილები, თანასწორთა ურთიერთობა გამოგვიყვება. ჩემი ერთ-ერთი რეზიდენტი ეხლა მეხსიერების კაფე ასაკოვნებისთვის. ეხლა აი ესეთი თემა ჰქონდა და საკმაოდ ისეთი წარმატებულად პროექტს გართო თავი, მაგრამ ჩვენ ხო ამისგან შორს ვართ. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში ნუ 70 წლის ხალხი კიდევ აი 80 ადამიანები სწავლენ ასაკოვნების კაფეში და ევროპაში ეს არის ჩვეულებრივი. მე მგონი რომ შემოვიდეს რაღაცა ეს უნდა ეს თაობაც დაბერდეს ასე ვთქვათ ის თაობა რომელსაც ამ ღირებულებებთან ერთად იცხოვრა ხო დღევანდელი ვთქვათ 70 წლის ადამიანები ბევრად უფრო ყოჩაღები არიან მე გულისხმობ საგარეო ურთიერთობებისთვის ვთქვათ ერთმანეთთან ურთიერთობით ვიდრე ვთქვათ ჩვენი ბებიები იყვნენ ხო ისინი კიდევ უფრო ამიტომ ამას მოიტანს ალბათ ცხოვრება ხო მაგრამ ხელი უნდა შეუწყოთ პირველ რიგში ვთქვათ აი ესეთი ურთიერთობის ადგილები უნდა შეიქმნას ამათთვის ეს მარტო კერძო სტრუქტურა მიფიქროს ეს რაღაცა გარკვეულად უნდა მოხდეს ვთქვათ აი მუნიციპალიტეტი იზამს ამას თუ რაღაცა ყველა რეგიონში თავისი აი ასეთი ინტერესების სფეროთი გაერთიანებული ასაკოვანი. სხვათა შორის ძალიან შეამცირებს აი ამ მეთოდებს მოუხსნეს სახელმწიფოს. მე კიდე აი თქვენ გაგრძელებით ვიტყვი რომ იქ სადაც აქტიურია სოციალური კომუნიკაცია ნაკლებია დემენციის განვითარების სოციალური ურთიერთობები. კვლევაც არის ჩატარებული ინგლისში, რომ ქალები, რომლებიც კვირაში ერთხელ ხა საინტერესო რამეს გეტყვით, ცოტა სვამენ ნაკლებად აქვს დემენცია. ხა რატო ცოტა სვამენ რას ნიშნავს? ისინი ერთ სადღაც მიდიან, ურთიერთობენ, საუბრობენ და თქვა ცოტას ერჯიკას დალევენ. ამაზე დიდი კვლევა იყო ერთ-ერთ კონგრესზე, რომ აი ამ ქალბატონებს შეადარეს თქვა სხვა ქალბატონებს, რომლებიც ასე არ იქცეოდნენ და აღმოჩნდა რომ აი პოპულაციაში დემენცია ნაკლებად ვითარდება, იმიტომ სოციალიზაცია ურთიერთობები. ერთ-ერთი წინაპირობა არის, რომ ჩვენ გადავავადოთ ნეიროდეგენერაცია. და ეს რასაც თქვენ ვზარებთ, ეს არის ნამდვილად ესეა და მარტო ოთახში დატოვებული ასაკოვანი ადამიანი. გნებავთ ოჯახში, როცა ყველა სადღაც გარბის. ის მარტოა სახლში. ბრუნდება და ლაპარაკის თავიც აღარ გახსნა. ამიტომ აი ამას ქვია სოციალიზაცია. ამაზე რაც დაკურულია მოვა ალბათ ის დრო, როცა ჩვენ ჯერ იცით რა არის გნებავთ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებში. ჯერ მოხუცებულობის დრო არ არის. ახლა მე არ მიკვირს, იმიტომ რომ ჯერ ბავშვების დროა. ბავშვები მე გულისხმობ საფიქრალად, ხო? ნუ პრობლემებიც ხო რასაკურველია ალაგებ პრიორიტეტებს. პრიორიტეტი ხა მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ ბავშვი მეტი პრიორიტეტია, ვიდრე თქვა 80 წელს, მაგრამ როდესაც ჩვენ თუ როდისმე მივედით აქამდე, რომ ძალიან განვითარებული ქვეყანა ვიყავით, ყველა განვითარებული ქვეყანა ფასდება იმითი, როგორ ექცევა თავის ასაკოვნებს. ეს ამიცია მაჩვენებელი ეს არის. სხვა არაფერი როგორ ექცევი შენ ასაკოვან ადამიანებს და ეხლა შვედეთში, დანიაში ეს საერთოდ ისეთ დონეზე, აი იაპონიაც ამის მაგალითია, რომ ხა ეს ჩვენ ამის თუ უნდა ვინატროთ, რომ აქამდე მივუახლოვდეთ. ის რომ ჩვენთან აი ბოლო როგორც ახლა ნუ 2-3 წელი ალბათ გაჩნდა ეს ძალიან კარგი მოხუცებულთა სახლი, მე რამდენიმეში დამყოფი ვარ და აი ჩემს სიხარულს საზღვარი არ გქონდა ისეთი ну გამიხარდა რომ ეს არის სადაც შვიდად მიიყვან მოხუცი, იმიტომ ალბათ თქვენ გახსოვთ რა ხელა პრობლემა იყო ცოტა ხნის წინ რომ კრულა და წელა ვინც იფიქრებდა მშობელზე რომ ხარ წაიყვანო სად ხო თუნდაც დღის ცენტრები რო იყოს აი თქვა წაიყვანო როგორც საბავშვო მარტო როგორც საბავშვო ბაღში უკაცრავად ეხა და წავიყვანო და მარტო სახლში ყოფნა
ადამიანის ხო და აი ეს დღის ცენტრების დღისაც მათი ეს მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ჩვენ ჯერ აქამდე ბევრი პრობლემები გვაქვს სამწუხაროდ. ხო ჩვენ არა ვართ ბევრი მოუგვარებელი სხვა პრობლემა გვაქვს. მე აი თქვა აი სუფთა დიდი ჯანდაცვის სისტემას რო შევხედოთ, იმდენი პრობლემა გვაქვს. ხა რაც მე ვახსენე, ბავშვები, ახალგაზრდები და ხა მოხუცები სამწუხაროდ ამ ჩამონათვალში უფრო ადგილს იკავებენ ხა ჩემს აზრით ეს ნუ ლოგიკურია. მე მგონი მეთანხმებით ახლა. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად. რა ვქნათ? ბავშვები არის ჩვენი პრიორიტეტი. კი, არა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეს დიდი სოციალური პრობლემაა, რასაკვირველია, რასაც ძალიან კიდე მოიმატებს ეს პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ მე გვემატება ასეთი ადამიანები. ჩვენ ხა რეზიუმის სახით შეიძლება ვთქვათ ასეთი რამ რო ესე იგი პირველი ერთი რომ ველოდებით რომ სოფლიოში გაჩნდება ალბათ რაღაცა სკრინინგები ველოდებით უნდა გაჩნდეს ნამდვილად. სკრინინგები რომელიც იქნება დასანერგი რომ ძალიან ადრეულ პერიოდში დავიჭიროთ რომ ესე იგი რაღაცა მოსალოდნელი განწყობილებებით ჯერ გაჩნდება და მე მოახსენებ ჩვენამდე კი ბატონო. მეორე შესაძლოა გვექნება რომ ჩვენ ჩავატაროთ. აი ესა თქვით, ეს არის შემდეგ მეორე და მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ ესე იგი ჩვენ უნდა მივიზდიოთ კვალ გამოჩნდება ალბათ რაღაც მკურნალობის მეთოდებით, რაღაც მე თვალი გადავავლეთ, როცა თქვენთან წამოსვლას ვაპირებთ ესეთ ბოლო სიახლეებს და მითხრეს რომ აი ყველაზე დიდი პრობლემა რაც თავიდან ჩნდება ხოლმე არის სინაფსური სივრცეების განთავისუფლება. ეს არის მთავარი. ხო და იქ თუ იქნება ესე იგი რა თქვა სპეციალური ესე იგი ფაგები არსებობს და ან ცხოველებივით რომელიც ამას ვთქვათ ასუფთავებს და დაველოდოთ რომ ეს გენეტიკოსები ამ მართულებით რაღაცა წინ განადგმუნავით გადადგავენ და ეს გვექნება მკურნალობის საშუალებაც ალბათ ხო რაღაც გარკვეული ნეირომეცნიერების განვითარება არის საფუძველი რომ კლინიკური ვთქვათ მედიცინა ნეირომედიცინა მოდით ესე ვთქვათ წინ წავიდეს თორე აქ რამდენი 20-25 წელია ერთ ადგილზე სტაგნაცია ხო აი უამრავი რესურსია ჩადებული მეგულისხმობ ფინანსური ჩვენ ქვეყანას არ გულისხმობ ცხადია უამრავი რესურსი მაგრამ აი ისეთი გარღვევა აი რასაც თქვი გარღვევა ხო ჯერჯერობით არა აი გარღვევა ნეირომეცნიერების კუთხით ბევრი რამე ახალი გამოჩნდა მაგრამ კლინიკამდე ანუ პაციენტამდე რომ მივიდეს ან ტრანსლაცია ხდება ჯერჯერობით ჯერ საზოგადოების თქვათ აი პრობლემა ოდნავ მაინც გადაჭრას ეს საზოგადოების მე არ გულისხმობ აქ მათ უზრუნველყოფას ღირსეული სიბერით ეს არა მაგრამ აი თერაპიაში ჯერჯერობით აი ყველაფერი რაღაცა თითქოს რაღაცა ენთუზიაზმი და მე აღმოჩნდება რომ ცოტა ხნის მერე ეს ენთუზიაზმი ქრება ეფექტური პრეპარატების თვალსაზრისით და იმედი გვაქვს საერთოდ კაცობრიობამ რასაც მოკიდა ადამიანმა ხელი ბოლოს და ბოლოს ყველაფერს ასე ვთქვათ ჩემი საზრით მიაღწია და მე მგონი ბოლოს და როდის იქნება ვერ გეტყვით მაგრამ ალბათ იქნება ხო ნუ ყოველთვის მასალა ბევრია საფიქრები ბევრი დარჩა და ესე იგი დავალოდოთ რომ რაღაც მკურნალობის რაღაც გამოჩნდება აუცილებლად და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი რაც თქვენ დაატოვეთ არის ის რომ ადამიანი მთელი თავის ცხოვრების მანძილზე უნდა ფიქრობდეს რომ რაღაცა ვიდრე აქვს დასწავლის უნარი მაგრამ რაღაცა სულ უნდა ავარჯიშოს გონება ვერაფერს სხვას ჩვენ ვერავის ვერ ხო ეს უნდა ვორჩიოთ რომ ესე იგი ავარჯიშოს გონება და ის ხანდასმულ პერიოდშიც კი მას რა კითხვა კროსვორდების შევსება ახალი ლექსების დასწავლა ყველაზე მარტივი რაც არის ხაი კროსვორდები სულ მინდა კითხოთ აი ეხლა ეს რო არის უჩვეულოდ ეს მომრავლებული სერიალები და მთელი დღის განმავლობაში მოხუცები სერიალებს უყურებენ ძირითადად ეს პოზიტიურად მოქმედებს თუ ნეგატიურად ემოციურად პოზიტიურად მოქმედებს და შემეც კოგნიტიურად ემოციურად ნამდვილად მოქმედებს ახლა უყურებენ რაღაცა საინტერესო სიუჟეტებს ხო მაგრამ ახლა ის რომ თქვა შემეცდებით ეს არის შემეცდებით ეს არის რაღაც ხო ენერგიას ამაზე კოგნიტური ენერგიას არ ხარჯავ უყურებ და ამიტომ თუ მოვახერხებთ რომ ეს საზოგადოებამ გაითავისოს აი ყველაზე მარტივია მე ვეუბნები ახალი ლექსების ძველის გამეორება არ გვინდას აი ახალი ლექსის დასწავლა მეხსიერებას და აი ეს კროსვორდები ხა უამრავი რაღაცა გამოდის ასე ვთქვათ სუდოკუ რაღაცა რასაც აფსებს ხალხი და იმას ჭირდება რაღაცა გარკვეული მობილიზაცია გონების ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო სფეროა საერთოდ ეს თავის ტვინი ჩემთვის არის ხოლმე რაღაც გამოუცნობი მე ისეთი ხიფათით და შიშით ვუყურებდი ხოლმე ყოველთვის რომ ესე იგი აი და ესეთ აი ხანდახან მაქვს ხოლმე ის შემთხვევაში ძალიან გადახლელი ვარ და რაღაც ძალიან ელემენტარული მავიწყდა აი სულ ფიქრობ ხოლმე როგორ მადლობა უნდა უხადოს ადამიანმა უფალს რა საშინელებაა რომ ხშირად ფიქრობ რომ აი ეს აფერენტული და ეფერენტული იმპულსაციის აი ერთი მიგი გაჩერება ერთი პატარა ცვლილება აი როგორ არის აწყობილი ორგანიზმი როგორ ხდება ამის რეგულაცია რო უყურებ აი რომ ეს არ ვიცი როგორ ყველაფერი უნარი რაც ადამიანს გააჩნია ხალხ ხშირად ფიქრობ ხოლმე წამწამს ვერ აწევ ადამიანი და ვერ წამოდგება ყველა ჩვენი სურვილი მოძრაობა გაფიქრება ეს არის აი ამ პატარა
ზომით პატარა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საიდან მოდის ეს კოორდინაცია? ზომით პატარა, მაგრამ მნიშვნელობით ყველაზე დიდი ორგანო. რამდენი ათასი და მილიონობით საქმეა ნეირონი და სინაფსი სინქრონულად მუშაობს და საკმარისი ერთი პატარა არეულობა, რომ საერთოდ ყველაფერი ყირასად გება და რამ ხელა რესურსი უნდა იდოს და როგორ უნდა გაუფრთხილოთ ორგანიზმს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ყველა ქმედება უნდა მიმართული იყოს ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული და ახლა ეს რაც თქვა თუ წყალი ჰაერი და საჭმელი და საკვები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის საკურველია ჩვენგან დამოუკიდებელი ამბავი ან მოცემულობაში ვცხოვრობთ და ყველა ერთად ვართ, მაგრამ ნუ არსებობს რაღაც ქცევითი ხასიათი, რაღაც გარკვეული ქცევების ერთობლიობა, რომელიც შეიძლება გაატაროთ და დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა. ეს ხალხად ჩვენი ბოლო გზავნილის უნდა იყოს, რომ ჩვენ და შევეცადოთ, რომ იქ სადაც ჩვენ შეგვიძლია რაღაცების პრევენცია გავაკეთოთ. და მე ჯანსაღი ცხოვრების წესია. აი ეს არის კანონი. ყველაფრის, ასე ვთქვათ, რისკ ფაქტორების მაქსიმალურად მინიმიზაცია. აი ჯანსაღი ცხოვრების წესია ესა. მეტი ვერაფერს ვერ ურჩევთ ჩვენ მოსახლეობას და ეს არის წინაპირობა, ნუ შედარებით დაცული და ჯანსაღი სიბერის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ძალიან დიდი მადლობა. მე შემიძლია მოგცეთ კიდე ესე იგი დრო ბოლო გზავნილისთვის თუ რა მეკნება თქვენ დატოვეთ უკვე ეს გზავნილი ჯანსაღი ცხოვრების წესი და გულისხმიერები ვიყოთ ასაკოვნების მიმართ. ასაკოვნების მიმართ. ვიფიქროთ ყველანი დაუბერდებით. და გამოვიყენოთ ყოველი წუთი მათი არსებობის ეს ყველას ბოლო ეს არის და ამიტომ მათ მიგულისხმიერება იმის წინაპირობა, როდესაც ჩვენ მივახცევთ ამასაკს, აი ესევე დაგვიბრუნდება. ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. ნიკი ვემშვიდობები ჩვენს ტელემაყურებლას, ვფიქრობ ძალიან სენსიტიურ, შეიძლება ცოტა სევდიან, ცოტა შიშის მომგვრელსაც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ აი ეს ვფიქრობ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზეთ, რომ უამრავი საინტერესო რჩევა მივიღეთ და მე ვფიქრობ, რომ თქვენ გამოიყენებთ ამას თქვენს პირად ცხოვრებაში, გაუზიარებთ სხვებსაც. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში. ნახვამდის.